გვერდთოება და ხედავს რომ მარტო გესმის ჩვენი დიახ, მე თუ გესმის. ჩვენც უკვე გვესმის თქვენი კი. ჩვენც გვესმის, უბრალოდ ცოტა ახლოს თუ მოხარ, რომ გავიგოთ უკეთესად. შეგიძლიათ რადიო 1.წერტილიჯეზე შეხვიდეთ, იმიტომ რომ თიკას მშვენიერი ფონი აქვს შექმნილი სახალხო განწყობა ნამდვილად იქნება კი. მე კარგად ფერხედა. არა, უშავსავგერ ხმა ეს მშვენი. მარიამ. თიკა, მოგესალმებით პირველ რიგში. დილამჯდობისა. თიკა, მინდა გკითხო, ფენშუის მიხედვით, როგორ შეიძლება ავისრულოთ სურვილები? ფენშუის მიხედვით არის რამდენიმე ვარიანტი სრულების ასრულების, არის რაღაც რომელიც იწერება თქვა თვენახევარზე, არის რომელიც ძალიან მოკლე დროში არის ასრულებადი. რა თქმა უნდა, სრულისაც გააჩნია აუცილებლად როგორც მახსენა უსმენდი არ უნდა აზიანებდეს არავის და უნდა იყოს ძალიან ისეთი სურვილი, რომელსაც მართლაც თქვენ იმსახურებთ. და ასევე სურვილები არ სრულდება როგორც აი ჩვენ გვინდოდეს და ეს პირდაპირ ასრულდეს. ზოგ რაღაცას ვიმსახურებთ, არის რომელსაც არ ვიმსახურებთ. ეს უკვე ცხოვრებისეული დან არის გამომდინარე. მაგრამ არის ახლა ერთ-ერთი ვერსია არის, რომელიც შემიძლია მსმენელს შევთავაზო, ეს არის 59 დღიანი სრულების ასრულების, რომელიც არის ძალიან დიდი ხნის ფენშუის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ 5000-ზე მეტი წლის არის ფენშუი და თავისთავად ეს მეთოდი არის გამოცდილი მეთოდი. და რას გულისხმობს ეს მეთოდი? მოკლედ 59 დღის განმავლობაში წერთ სურვილს. დიახ. დროში წერთ სურვილს. 59 ფურცელი გჭირდება. ყოველდღე წერთ თითო სურვილს 59 ჯერ და ხელს ვაწერთ. ერთი და იგივე სურვილს, ხო? კი, ერთი და იგივე სურვილს წერთ 59 ჯერ. ვაწერთ ხელს იმ დღეზე, რამდენი დღეც გადის. პირველ დღეს ვაწერთ ერთხელ, მეორე დღეს ვაწერთ ორჯერ და ნამდვილად 59 ჯერ. ოღონდ ყოველ სურვილის დაწერის შემდეგ წვავთ ამ სურვილს 59-ზე რო ერთხელ დავწეროთ არ გამოვა ესე? 59 ჯერ წერთ. ერთ დღეში. გასაგებია. ანუ მთელი 59 დღის განმავლობაში 59 ჯერ დავწერო. და ხელი უნდა მოვაწერო 59 ჯერ. მერე დაწვა. არა, 59 ჯერ არ უნდა მოვაწერო ხელი. ფენშუი მაწანებს. 59 ჯერ ხო აწერ ხელს უკვე ბოლო დღეა. პირველ დღეს ერთხელ აწერ ხელს, მეორე დღეს ორჯერ, მესამე დღეს სამჯერ და აი ასე ბოლოს ალიხარ 59. აი თქვათ და 27 დღეს 38 ჯერ მომეწია მოწერა მაქცევა მაგ დროს ჩამივარდა პროექტი. როგორც კი შეგეშლებათ, ერთი და იგივე დროს უნდა წეროთ, ერთი და იგივე ადგილას უნდა დაწეროთ. ეს 59 დღე ერთი და იგივე მდგომარეობაში, ერთი და იგივე სურვილი ერთი და თუ გიცდიათ ეს მეთოდი მე მაინტერესებს პირადად თქვენ. დიახ, ჩვენ ჯგუფი გვაქვს Facebook-ზე, ფენშუის ჯგუფი, რომელსაც გამოცადა ჯგუფის წევრებად და მე თვითონაც ჩემს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. და ხო, აი საინტერესო ცნობერის დონეზე ჩდება მოკლედ ეს და ძალიან საინტერესო კითხვა დაისვა, რატომ მაინც და მაინც 49-ო? არის რაიმე ესეთი კონკრეტული პასუხი? 49 არის თვითონ 5000 წლის წინ, როდესაც დაიწყეს ეს მეთოდი, ალბათ 49 საერთოდ 30 დღე სჭირდება, როდესაც რაღაცას მიეჩვიოს ადამიანი და 49 დღის განმავლობაში უკვე ტვინ იმ დონეზე ამუშავებს ამ თემას, რომ ასრულებადი ხდება. ანუ ფენშუი ძირითადად მოკლედ ფსიქოლოგიურ მომენტებს. ესე იგი რა მინდა კიდევ გკითხო, აი ჩვენს მენელს რო საახალწლოდ მივცეთ რაიმე რჩევა. ვერ მოესწრება საახალწლოდ, იმიტომ რომ 59 დარჩენილი. 59 დღიანი რამე არის? 7 დღიანი რამე არის? 59 დღეში და საახალწლოდ ზუსტად აფორმაციებს რო ახსენებთ, მსგავსი მეთოდი აქვს ფენშუის. მოგეხსენებათ ფენშუის ახალი წელი არ დგება 31-ში ღამე, ეს არის 8 თებერვალი და 8 თებერვლისთვის წითელ ამას ფურცლებზე თვითონვე როდესაც თქვათ სახში აწყობთ დეკორაციებს, შეგიძლიათ დაწეროთ რომ ოჯახელი ჯამთელი აქვს ბარაქიანი, სათითაო სიტყვებას წერენ ესე და აფორმებენ ლამაზად დეკორაციებს. ეს აქვს ახალწლო, რომელსაც უკვე აი ეს პერიოდები, ახალწლის პერიოდებში თვალში საცემია. დამწყები ფენშუისტებისთვის ძალიან არის, ანუ კიდევ ძალიან საინტერესო ამ ჩიც უდეს ესეთი ფურცელი.
და შეგიძლიათ შეუცვალოთ ხოლმე ფურცელ და დაწეროთ თქვენი სურვილი. კი ბატონო. მოკლედ მივიდეთ კონკრეტული რჩევები. გავიგო, ანუ მარტივი რაღაცები არსებობს, უფრო მოკლევადიანი არსებობს რამე, იმიტომ რომ 59 დღე ცოტა გამიჭირდება. მე დამწყები ფენშუისტი ვარ. აი ახლა თქვა ზუსტად გეტყვით, არის უფრო მარტივი. ბუშტი. ყოფილა. როგორ? მინდა. წითელი აუცილებელია წითელი ან თეთრი ბუშტები. უნდა გაბეროთ ბუშტები, ჩალაგოთ შიგნით თქვენი სურვილი, ყველა ბუშტში. ქარიანამიდში გაიტანოთ. და გავაფრთხილოთ. მაუდა და უყუროთ სანამ არ დაიკარგება. ცაში არ დაიკარგება ეს. რო გასკდეს იქ უცებ. გავუშვათ აე. მე ცოტა პესიმისტი ვარ ამ რო გამისკდეს ეს ბუშტი. ანუ ისეთ იმოცნებას აღარ გავეკარო, ხო მეტი. და რამდენი დღეში ასრულდება? რომელიმე ხო აიტანს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თიკა. დიდი მადლობა. საინტერესო მეთოდები გითხრათ იქ ამ ნამდვილად ჩვენ ისევ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და აი ასეთი კონკრეტული გვაქვს რაიმე მეთოდები სრულების ასრულებასთან თიკასთან დაკავშირებით გავაკეთებ კომენტარს